მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ქალაქ წალკაში მცხოვრებლები უკვე რამოდენიმე დღეა სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობენ. როგორც მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, ქუჩების ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. მათივე ინფორმაციით არის ისეთი ქუჩები, სადაც აბონენტების ნაწილს წყალი მიეწოდება, ნაწილს არა. რა მიზეზით არ მიეწოდება მოსახლეობას სასმელი წყალი? ამის გასარკვევად ჩვენ მუნიციპალიტეტის მერიისგან ვცდილობდით პასუხის გაგებას, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გვეუბნებიან, რომ მათი მხრიდან შეზღუდვა არ არის და სავარაუდოდ შიდა ქსელებია გაყინული. მე გადავწყვიტა შეგატყობინებთ თუ არა. ასე პასუხობს ახალციხის მერი ვარლამ ციკლაური კითხვაზე, თუ რატომ არ ატყობინებს ახალციხის მერია მედიას წინასწარ ღონისძიებების შესახებ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას მას შემდეგ, რაც მერი ვარლამ ციკლაური გახდა, ჩვენთვის არც ერთი ღონისძიების შესახებ წინასწარ არ უცნობებია. გარდა წინა საახალწლო კონცერტისა. რატომ არ ატყობინებს წინასწარ მედიას? ჩვენ ამის შესახებ ციკლაურს არაერთი შეკითხვა დავუსვით და ვთხოვეთ უწყებას ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ მოწოდება, თუმცა უშედეგოდ. როდის ჰქონდათ ბოლოს კარგი ამბავი ახალციხის მუნიციპალიტეტზე მნიშვნელოვანი? ჩემი აზრით თქვენ უნდა შეატყობინოთ მედიას და შემდეგ მედია გადაწყვეტს გაშუქების კონკრეტულად. შესაბამისად, მე ვიღებ გადაწყვეტილება, შეგატყობინებთ თუ არა. ანუ გადაწყვეტეთ რომ არ შეგატყობინოთ. რო არ დაგპატიჟეთ, ესე იგი გადავწყვიტე რომ არ შეგატყობინებთ. ღონისძიებაზე ესე იქნება? როგორც თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას, ისე ვიღებ მე გადაწყვეტილებას. ბუნებრივი სიმდიდრე, ეკონომიკური განვითარება და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა ერთ სტრატეგიულ გეგმად, როგორც ფოთისა და ხობის მწვანე ტრანზაქციის გზა. ამ თემებზე ღია შეხვედრა გაიმართა ფოთში, რომელსაც რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე, სადაც სხვადასხვა საკითხებთან ერთად ბათუმის გზებზე და სანაპიროს დატბორვის მიზეზებზეც ისაუბრეს, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. თემაზე ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მანამდე კი ვნახოთ დისკუსიის მოკლე ეპიზოდი. ბათუმის თემა იყო და ვერ დაგაიმედებთ, იმიტომ რომ წელს უფრო უარესი ამბავი გექნებათ, იქედან გამომდინარე, რომ სულ რამოდენიმე გეტყვით, ეხლავე აგიხსნით რატომ. როდესაც ვიყავი ჩამოსულ დაახლოებით 1 თვის წინ, რუსთაველი იყო გადაკეტილი და ვიკითხეთ, რომ რატომ არის გადაკეტილი. ის მოკირწყლული გზები უნდა აიღონ და კეთდება ბეტონი. ის მოკირწყლული გზები მინდა გითხრათ, რომ შემთხვევით არ იყო დაგებული, იმიტომ რომ მას აქვს თავისი ფუნქცია. ეს არის ჩვეულებრივი, დრენაჟი, რომელიც ატარებს, ასე ვთქვათ, წყლის ნაკადს და ქალაქში არ რჩებოდა ეს წყალი. ეხლა ფაქტობრივად უარესი მოცემულობა იქნება, იმიტომ რომ სრულიად დაბეტონება, გამტარუნარიანობა იქნება ფაქტობრივად ნულის დონეზე და უარესი მოცემულობა იქნება. უფრო ცუდი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ რა კუნძულით შენდება. მე ინფრასტრუქტურულ მშენებლობებთან არანაირი საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ 30 წელია თითქმის საუბარია იმაზე, რომ ჭოროხს ვერ ჩამოაქვს ის ნატანი, რაც უნდა ჩამოიტანოს და ფაქტობრივად ვერ ხდება მარჯვენა სანაპიროს, ასე ვთქვათ, გამოკვება. ირეცხება ეს პერიოდულად და ძალიან ცუდი პროგნოზი არის, მინდა გითხრათ, ექსპერტების მხრიდან და არა მარტო ქართველი ექსპერტების მხრიდან, ევროპელებიც ამბობენ ამას, რომ შავი ზღვის სანაპიროს, განსაკუთრებით ბათუმის ნაწილში ექნება საფრთხე იქიდან გამომდინარე, რომ კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე ზღვის დონე ისედაც იწევს და ამის პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანური, ასე ვთქვათ, ჩარევები. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.